იაგო, ხვალ ის რო ხოცების დამარცხება ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ყველამ, თელმა ოპოზიციამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ოპოზიციამ იმ თქვათ საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, ამის შემდეგ, აი, როგორი აღქმა გაქვს, შესაძლებელია იყო და არის რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნები მოუგოს, ყველა რო გამოვით ჩაერთოს ამ არჩევნებში. გააჩნია, ანუ თუ შენ ერთმანეთს ებრძვით ან და ეფექტურად არ იყენებ შენს ძალებს, მაშინ ვერაფერსაც ვერ იზამ. მაგალითად, მე ხშირად ვამბობ ამას. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული, არაფერი არ გამოვა. მაგრამ თუ პირიქით ვიზამთ ამას, ლელოს ფულს რო გირჩის ინტელექტი მხარჯავდეთ. გესმით? მაშინ საერთოდ თვითონ ვის? ხაზარაძე ამით არა, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი ჩემი აზრით საერთოდ არ გააჩნია, რომ ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირაოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზზე მოვიდეს, ანუ სწორ ტიპს რომ იაგნოს, რომელსაც აი მე დაუჯერებს და რამდენი ექსპერტები ყავს პარტიაში. არა, ისინი არაფერს შუაში არ არიან, ანუ მე ვიძახი მართლა ნორმალურ ხალხს, რომელსაც თან დაუჯერო უნდა. თუ ასე გააკეთებ, მაგალითად ჩვენ ხო ვთქვით, რომ აი პირობითად მერის არჩევნებია. მოდი ყველანი შევთანხმდეთ საერთო კანდიდატს. მზად ხართ ხაზარაძესთან ერთად დაჯერეთ და შეთანხმდეთ. მე ლაპარაკზე უარს არავის არ ვეუბნები. მე ქართულ ოცნებასთან შევხვედრი ვარ, ოპოზიციასთან შევხვედრი ვარ, არავისთან ჩვენ ლაპარაკის პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, ჩემი საქმე მგონია ლაპარაკი და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ვინმე ლაპარაკის საქმე ხო უნდა იქცეს. არა, რაღაც ლაპარაკით პირველად იყოს სიტყვაო, ხო გიგია. სანამ ეს ლაპარაკი არ იქნება, ვერანაირი საქმე ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ აი მოდი დავასახელოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია სრული მხარდაჭერის შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მოიგოს თბილისის არჩევნები. კანდიდატიც კი ვთქვით ასეთი. ვინ შეიძლება ეს ყოფილიყო? სხვა რეგიონებში შეიძლება აი ასეთი კანდიდატებით ვიბრძოლოთ, მაგრამ მე ხო ხვდები რომ ამ ხალხს მოგება არ უნდა. ისევ დაბლოკილი ვარ ტელეპირველზე, მაშინ როდესაც ჩემი პოზიცია უფრო ემთხვევა ხაზარაძის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვიდრე იგა გრიგოლიას და ეკამიშვენას. ტელეპირველზე გაბრაზებული ხართ გეტყობა. არა ვარ გაბრაზებული, გადამერა დიდი ხანია უბრალოდ ვცდილობ რომ საზოგადოებას ვაჩვენო ის აბსურდი. როდესაც ვიღაცა შენიანი გგონია და საერთოდ არ არის შენიანი და ახლა მიდის მთელი კამპანია როგორ შეიცვალოს ხაზარაძის მიერ ნაკიდმა ტელევიზიებმა პროპაგანდის მიმართულება და როგორ გადაერთონ იმაზე რომ თურმე ხოცებს 20% ხონიათ 25% დედაქალაქში. ამიტომ მოდი ყველა მივიღოთ მონაწილეობა, მე გამოვა მონაწილე მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მათ ასეთი შეთანხმება აქვთ. და ბოლოს დაბრალდება რომ ვინაიდან ორი ტელევიზია სინამდვილეში ლელოს ხელში იქნება, უკეთესად ტალახს ესვრის ნაცებს და ევრონაცებს და მათ ხარდამჭერებს და უკეთესად შეძლებს ამ აზრის პრევალირებას, თორე საფუძველში სასაკვირველია